იოთამ ზედგინიძეს დაუვიწყარი გმირობა რა ესეთი რომ სამყაროს არ ახსოვს რა ვერც კი წარმოიდგეს ადამიანი ასეთი რაღაცის ჩადენა თუ შეუძლია რა ის შეხედე ანახე გიორგი მერვე გააფრთხილა შენი მოკოლა უნდა თუ ბანაკში მოღალატეები არიან გიორგი მერვემ არ დაუჯერა და მე იცი რა თქვა რომ გეხვეწებიო რომ შენს კარავში მაინც დავიძინებ ამაღამო რა შენ ხო არ გჯერა ჩემი მოკლედ დათანხმდა ამაზე. მთელი ღამე ელოდებოდა მკვლელებს. მთელი ღამე. და მისი სიტყვები ასრულდა, იგი ლოგინში მოკლეს მეფის მაგივრად და ამით დაამტკიცა თავისი სიმართლე. ზოგს გაუკვირდება როგორ უკვირთ ხალხს. წარმოუდგენელია, ხო სიკვდილს ელოდებოდი. მაგრამ რომ გაემჟღავნა წინასწარ, ისინი ხო აღარ მივიდოდნენ მკვლელები და ჯობდა მომკვდარიყო, ვიდრე თავისი სიტყვა ტყუილი ყოფილიყო რა და ამით მეფე გადაარჩინა. ამიტომ წმინდანათაც შერაცხეს. საქართველოს ეკლესია რა. ნუ შემდეგ მაინც გიორგი მერვე ყვარყვარე ჯაყელმა ტყვედ ჩაიგდო. ეს უკვე ფარავნის ბრძოლა არის რა და ნუ აქაც უფრო დეტალურად წერია ამ ბრძოლის შესახებ. მოკლედ იოთამ ზედგინიძე არის მისნაირი გმირობა არავის არ გაუკეთებია. შეიძლება აი უცაბედად აი ესროლო მეფეს ის არის და გადაეღობო ან რაღაც ესეთი ეს რეაქცია არის, მაგრამ ის რომ ამდენი საათი ელოდო სიკვდილს ეს წარმოუდგენლად მიმოჩნია. ეს რომ ჰოლივუდში იცოდნენ უკვე ამდენ 1000 ფილმს გადაიღებდნენ.